ყველაზე ნამდვილი დრამა. ისტორიული ფინალი, რომლის ბედიც პენალტების სერიამ გადაწყვიტა. რატომ გაიყვანა ლუის ენრიკემ კვარაცხელია მნიშვნელოვან მომენტში? ხვიჩა მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა. ეს და სხვა ამბები დღევანდელ ვიდეოში. პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო. ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გამართული პარი სენ-ჟერმენისა და ლონდონის არსენალის მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა. პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს. ანგარიში მეექვსე წუთზე გაიხსნა, კაი ჰავერცი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით PSG-ს კარი აიღო. ამის შემდეგ ინიციატივა პარიზელთა ხელში გადავიდა. მეტოქეები კი კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჰავერცი დუბლთან იყო ახლოს, თუმცა მისი დარტყმა მარკინიოსმა დაბლოკა. მეორე ტაიმში PSG-ს სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და 62 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად უსმან დემბელემ შეასრულა 1-1. 77 წუთზე ხვიჩას კარგი გარღვევისა და დარტყმის შემდეგ მცველის მიერ დაბლოკილი ბურთი ძელს მოხვდა. ამის შემდეგ ენრიკემ მალევე კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა. მატჩის ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერ დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტების სერია გახდა საჭირო. ებერეთში ეზემ თავისი დარტყმა კარს ააცილა. შემდეგ დავიდ რაიამ ნუნო მენდეშის დარტყმა მოიგერია. გადამწყვეტი პენალტი კი არა ზუსტად გაბრიელ მაგალაეშმა შეასრულა. ვინც უყურებდით შეხვედრას, გქონდა ასეთი განცდა, რომ კვარაცხელიას პასებს არ აძლევდნენ. ხშირად ქართველი გახსნილი იყო სრულიად მარტო, მაგრამ თანაგუნდელები სხვა მიმართულებით შეტევას ირჩევდნენ. არა და აშკარად ყველაზე სახიფათო მომენტები და განცდა, რომ ეხლა რაღაც მოხდება, მაშინ ჩნდებოდა, როდესაც ბურთი სწორედ ქართველს ჰქონდა. და საბოლოოდ დამტკიცდა კიდეც ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, რომლის გარეშეც არანაირ პენალტების სერიაზე საუბარიც კი არ იქნებოდა. ხვიჩას დამსახურებით გავიდა. ბრიტანული BBC ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმიანება, რომელშიც PSG-მ ლონდონის არსენალი პენალტების სერიაში დაამარცხა. BBC-ს კორესპონდენტი ალექს ჰოლოვეი PSG-ს გამარჯვებაში ხვიჩას მიერ შეტანილ წვლილზე ამახვილებს ყურადღებას. ხვიჩა კვარაცხელიამ ჭკვიანური მოქმედებებით მოსკერას შეცდომა დააშვებინა. ესპანელმა პარიზელთა გარემარბი საჯარიმოში წააქცია, რასაც პარი სენ-ჟერმენის გოლი მოყვა. ფრანგები ძირითად დროშიც იყვნენ ახლოს გამარჯვებასთან, როცა კვარაცხელიამ ბურთი ძელს გაარტყა. წერს ჰოლოვეი. ჩემპიონთა ლიგის ფინალს და კვარაცხელიას თამაშს ფრანგული პრესაც ეხმიანება. გამოცემა Le Equipe. თავიდან საკუთარ თავზე თამაშის აღებას ვერ ბედავდა, შემდეგ კი პენალტი გამოიმუშავა და უფრო მობილურად ათამაშდა. გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ კი 93 წუთზე ადგილი ბარკოლას დაუთმო. გამოცემა ევროსპორტი. თითქმის 1 საათის განმავლობაში თავის თავს არ გავდა, შემდეგ კი ერთი ეპიზოდით თამაშის ბედი შეცვალა და დემბელესთან კომბინაციის შემდეგ პენალტი გამოიმუშავა. ხვიჩას შეეძლო საღამოს მთავარი გმირიც გამხდარიყო, როცა 40 მეტრი ირბინა, თუმცა ბურთი ძელს გაარტყა. მაქსი ფუდ. ქართველმა ფეხბურთელმა, რომლის თამაშსაც ამ ფინალში ძალიან ბევრი ელოდა, თავიდან ყველას იმედები გაუცრუა. მას თითქმის ყოველთვის მეტოქის ორი ფეხბურთელი ეთამაშებოდა და პირველ ტაიმში PSG-ს გარემარბმა ბევრი ორთაბრძოლა წააგო. მას ინდივიდუალურ მცდელობაში შთაგონება აკლდა, თუმცა შემდეგ ხვიჩამ მოსკერას საჯარიმოში წესები დაარღვევინა. ამის შემდეგაც კვარაცხელია სახიფათო იყო და ბურთი ძელს გაარტყა. თავს ვერ დავდებ და არც ლუის ენრიკეს დონეზე მესმის ფეხბურთი. თუმცა მაქვს თეორია თუ რატომ იყო კვარაცხელია პასიური დასაწყისში. ის აშკარად ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია და ყველა მატჩში გოლი გაქონდა. ამიტომ ლოგიკურია, რომ არსენალი გადაწყვეტდა ფრთხილად ეთამაშათ ქართველთან და იმის შიშით იქნებოდნენ, რომ რაიმე არ მოიმოქმედოს. ხოლო სანამ შიში და მთლიანი ყურადღება კვარაზე იქნებოდა გადატანილი, პარიზელები ეცდებოდნენ სხვა ფლანგიდან შეექმნათ მომენტები. საბოლოოდ მატჩი მაინც კვარამ გადაარჩინა, მაგრამ ესეც შეგვიძლია მივაწეროთ ტაქტიკას. პასიურობის გამო მოდუნდნენ და კვარა იმდენად აღარ ახსოვდათ. არტეტა მიხვდებოდა ლუის ენრიკეს ტაქტიკას და გადაერთვებოდნენ სხვა ფლანგზე. და კვარაცხელია გააქტიურდა სწორედ იმ დროს, როცა ამას მისგან ნაკლებად ელოდნენ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თეორია და ჩემი ვერსია. შეიძლება მსგავსი არაფერი ჩაუფიქრებია ენრიკეს და შემთხვევით გენიალური ტაქტიკა მოვიფიქრი ამ წამს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი
აზრით გავს თუ არა ეს თეორია რეალობას? და რაც შეეხება ხვიჩას გაყვანას, ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია. იმედია ტკივილების გამო გაიყვანა. მატჩის შემდეგ კომენტარი კვარამაც და ლუის ენრიკემაც გააკეთეს და ვნახოთ, იქნებ გავიგებთ გაყვანის რეალურ მიზეზს. მოვისმინოთ ესპანელი სპეციალისტის კომენტარი. შერეული ემოციები მაქვს, აღრთოვანება, დაღლილობა, ყველაფერი ერთად, მაგრამ ეს სეზონის საუკეთესო მომენტია. ჩვენ კვლავ ჩემპიონები ვართ ზედიზედ მეორედ. ეს საოცარია. ჩვენ ამას ვიმსახურებდით, ჩვენი გულშემატკივრები ამას მთელი სეზონის განმავლობაში იმსახურებდნენ. ძალიან რთული და მძიმე მატჩი იყო. ულოცავ არსენალს, ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. მათ შესანიშნავად ითამაშეს, ეს ბუნებრივია, ისინი ცდილობდნენ თამაში იმ ფაზაში გადაეყვანათ, სადაც ყველაზე ძლიერები არიან. ჩვენ კი ბურთის კონტროლი და პრესინგი ვცადეთ. საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტიტული მოვიგეთ. ვარ თუ არა უკვე ლეგენდარული მწვრთნელი? ლეგენდა? ეს საერთოდ არ მაინტერესებს. შესაძლოა დღეს ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ თუ მთლიან სეზონს შევხედავთ და იმას თუ როგორ ვითამაშეთ, გონია რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ნამდვილად ვიმსახურებდით. ახლა კი ვეცდებით მომავალ სეზონშიც აქ ვიყოთ, რატომაც არა. მინდა ისევ ვიბრძოლო ამ ტურნირისთვის და კიდევ ერთხელ დავამტკიცო ჩვენი შესაძლებლობები. ხვიჩა კვარაცხელი ამას გააკეთა კომენტარი თამაშის შემდეგ და მოვისმინოთ, რას ამბობს ქართველი ფეხბურთელი. ეს მართლაც საოცარია, იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. რთული სეზონი ქონდა, მაგრამ ვიცოდით, რა შესაძლებლობები ქონდა. დღეს ზედიზედ მეორედ გავხდით ჩემპიონები. პენალტების სერიაში იღბალიც საჭიროა, მაგრამ ამავდროულად დიდი შრომაც. ჩვენ ამაზე ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღეთ. ფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით, რადგან მატჩის განმავლობაში ბევრი შანსი შევქმნით და გოლის გატანასთან ძალიან ახლოს ვიყავით. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. ასევე პსჟ მადრიდის რეალის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. ულოცავ ჩვენ ქართველ ძმას ამ გამარჯვებას და თქვენც გილოცავთ, რადგან ეს მთელი საქართველოსთვის დიდი სიხარულია. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლოვდა, აუცილებლად დაალაიქე ის და გამოიწერე არხი, მეტი არაფერია შენგან საჭირო. მომავალ შეხვედრამდე და აბა წარმატებები.